კვირა კარგი იყო. ყველა ქვეყანამ გამოაცხადა რომ ომი მოიგეს. ისრაელმაც გამოაცხადა, შეერთებულმა შტატებმაც გამოაცხადა და ხამეინიმაც გააცხადა. მოვიგეთ ომიო. ამან აჩვენა რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა უბრალოდ არსებობს არმია მსოფლიოში, რომელსაც მსგავსი შესაძლებლობები აქვს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის მოსკოვში და პუტინი ეუბნება რომ ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ. დაკარგა სამხედრო პარტნიორი უკრაინის წინააღმდეგ ომში. კობახიძე ჩავიდა მაინც დაიტირა და ეს დამტირებულად არავინ არ ჩავიდა და რას ისწავლის ირანი ამისგან? ასადის რეჟიმი აღარ არსებობს, ჰამასი პრაქტიკულად განადგურებულია, ჰეზბოლა პრაქტიკულად განადგურებულია. რუსეთს არ აქვს ამის რესურსი და რუსეთი ყოველთვის გადაგაგდება. ადამიანური ემპათია აჩვენა უჩვეულო მისთვის. Say hello to your husband, okay? ეს არის ძალიან კარგი ევროპისთვის, ეს არის ძალიან კარგი უკრაინისთვის, ეს არის ძალიან კარგი შეერთებული შტატებისთვის. როგორ დათფა ტრამპის ტონი უკრაინისა და ზელენსკის მიმართ? არიცი შენა deep state-მა ანუ გაიმარჯვა. ხო, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, deep state-მა გაიმარჯვა. ყველაზე დიდი იმედი მე ისიც მაქვს, არის რუსეთის დეგენერატიზმი. მოგესალმებით, დღეს ჩვენ გასული კვირის ორ უმნიშვნელოვანეს ამბავს მიმოვიხილავთ. ერთი, ირანი-ისრაელის ომი ამ ეტაპზე დასრულებულია, თუმცა პასუხგაუცემელია კითხვა, განადგურებულია თუ არა ირანის ბირთვული შესაძლებლობები ამერიკის თავდასხმის შემდეგ და რატომ ვრცელდება განსხვავებული სადაზვერვო ინფორმაციები და მეორე, რა ძირითადი შედეგებით დამთავრდა ნატოს მნიშვნელოვანი სამიტი, როგორ დათფა ტრამპის ტონი უკრაინისა და ზელენსკის მიმართ და რატომ უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ტრამპს მამიკო. ეს ძალიან საინტერესო ამბავია, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით შევეხებით. მანამდე შეგახსენებთ, რომ ეს არის საერთაშორისო აქცენტები, თქვენ ხართ პლატფორმაზე მისმინე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პლატფორმის პოპულარიზაციისთვის, რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, გამოგვიწეროთ. მნიშვნელოვანი არის რომ ასევე ის პატარა ზარიც მონიშნოთ, რადგან შეტყობინებები მოგივიდეთ, როდესაც ჩვენი გადაცემები დაიწყება, ასევე გამოყვევით Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. მოკლედ ჩვენ ამ ორი მნიშვნელოვანი თემის სიღრმისეულ ანალიზს შემოგთავაზებთ ახლა ჩვენ სტუმრებთან ერთად, აკა ზარქოა და ზურა ფარჯიანი არის ჩვენთან ერთად, აკა როგორც იცით არის რეალპოლიტიკის მიმომხილველი. ზურა ფარჯიანს იმდენი პროფესია აქვს, რომ ვერ ჩამოვთვლი, მათ შორის ყოფილი დიპლომატი, ახლო აღმოსავლეთის ძალიან კარგი სპეციალისტი, ასევე ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი წამყვანი და ისეთი საინტერესო პოსტი დაწერა ისრაელ-ირანის ამ ომზე თუ სამხედრო დაპირისპირებაზე, მოკლედ გადავწყვიტე რომ გადაცემაში ჩვენივე პოდკასტის ერთ-ერთი წამყვანი მოგვეყვანა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. აკა მოდი დავიწყოთ შენიდან და ჯერ ამოვწუროთ ისრაელი-ირანის ომი თუ სამხედრო დაპირისპირება. ძალიან სწრაფად დაიწყო და დამთავრდა ეს ამბავი, მაშინ როდესაც მოლოდინი იყო რომ ის ძალიან გაჭიანურდებოდა. მას შემდეგ რაც ტრამპმა მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება ორი კვირის განმავლობაში უნდა მიიღო როგორც თავად მან თქვა, მეორე დღესვე მიიტანეს იერიში სამ ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტზე, ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუზე, ნატანზზე და ისპაჰანზე და ტრამპი გამოვიდა და თქვა, რომ განადგურებული სიტყვა იხმარა ირანის ბირთვული შესაძლებლობები, თუმცა მალევე გაჩნდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციის წყარო იყო CNN-ი, რომელმაც თქვა, რომ პენტაგონის შიდა დაზვერვის ინფორმაციით არ არის ზიანი, რომელიც მიადგა ბირთვულ შესაძლებლობებს და ბირთვულ ობიექტებს არ არის მნიშვნელოვანი. რა ვიცით ამ ეტაპზე? ანუ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, როგორც აღნიშნეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით არ არსებობს, თქვათ, ესეთი კაფიო სურათი იმისა, თუ რა დონის არის ზიანი, თუ უკან დახია, რამდენი თვით დახია, თუ რამდენი წლით დახია, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია, რაც შედარებით უფრო მაღალი ხარისხის თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ აი 60%-მდე გამდიდრებული ურანის 400 კილომდე მარაგი, რომელიც ირანს ჰქონდა მაღალი ალბათობით გადარჩა და მათ მოახერხეს ამ 60% გამდიდრებული ურანის
გატანა აი ამ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიცით ეს? არის სატელიტური ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ დარტყმამდე ჯერ კიდევ ამერიკული ავიაციის დარტყმამდე როგორ იტვირთება სატვირთოები, ვთქვათ, აი ამ ობიექტები და მათ შორის ფორდოს ობიექტზე და ნათანცის ობიექტზეც. და პრინციპში ამას არც ამერიკული ადმინისტრაცია და არც ისრაელის მთავრობა მაინც არ ირწმუნება, რომ აი ეს 60%-მდე განდიდრებული ურანის მარაგი გადარჩა მეტნაკლებად. თუმცა ტრამპმა თქვა, რომ არ გადარჩენილაო. ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა. აი მე მახსოვს, რომ ვენსმა თქვა, რომ შეიძლება დარჩეთო, ანუ შეიძლება იყოს ეს. მოკლედ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება დასავლურ პრესაშიც, ისრაელის პრესასაც თუ ნახავთ, იქაც განსხვავებული ცნობები არის და არსებობს ესეთი ერთიანი წარმოდგენა, რაც შეგვიძლია ნახდავ თქვათ, ისე თქვათ რაღაც საერთაშორისო ატომურ სააგენტოზე დაყრდნობით და სხვა ესეთ უფრო ახლოს მყოფ აი მოვლენებთან ახლოს მყოფ და აი დარტყმის ადგილებთან ახლოს მყოფ წყაროებზე დაყრდნობით არის ის, რომ სერიოზული ზიანი მიადგა ირანის ბირთვულ პროგრამას, მათ შორის საუბარია აი ამ ცენტრიფუგების, მოწინავე ცენტრიფუგების განადგურებაზე. ეს უკიდურესად სენსიტიური დანადგარია, რამდენადაც მედიაში წერენ, ვთქვათ, ბირთვულ ფიზიკის სპეციალისტებზე დაყრდნობით და მათი დინიდან გამოერთებაც იწვევს მათი წყობრიდან გამოყვანას. ანუ რამდენადაც შეგვიძლია ვსჯელოთ და ზოგადადაც წარმოვიდგინოთ აი ამ სესუსტის მომენტში, როდესაც ისრაელის მთავრობამ თქვათ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვათ აი ეს აი ამ რკალის, რომელიც მასზე წლების განმავლობაში მის შესაკავებლად იყო აგებული, ხო, თქვათ საუბარია ამ შიიტური წინააღმდეგობის რკალზე, როდესაც ისრაელმა დაიჭირა ირანი ესეთი სესუსტის მომენტში, როდესაც აღარ არსებობს ჰეზბოლას სარაკეტო სალვოს რისკი, როდესაც ასადის რეჟიმი უკვე დამხობილია და სირიიდანაც პრაქტიკულად ისრაელზე წნეხის პროვინციები ანუ პროქსები განეიტრალებულია და მაქსიმალურად ხო, ამ რაფეხას თავის ნერვული ცენტრის დაშლის ოპერაცია იყო, ხო ეს რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის როგორც ვთქვათ, რაღაც ადამიანისთვის, რომელიც ასე თუ ისე აკვირდება ვთქვათ ისრაელსაც და ახლო აღმოსავლეთსაც, ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ ბიბი ნეთანიაჰუ მიიღებდა გადაწყვეტილებას ამ ოპერაციის შეჩერების, რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული იმაში, რომ როგორც მინიმუმ ისრაელმა სერიოზულა ესეთი მოცულობითი დრო მოიგო ამ პრობლემის საბოლოო მოგვარებისთვის. შესაძლოა ეს პრობლემა საბოლოოდ არ იყოს მოგვარებული. მე მგონია, რომ ამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ რაღაც თვალსაჩინო ეს ბირთვული პროგრამა ბოლომდე ნამდვილად არ არის განადგურებული, თუმცა ამდენადაც ასევე ვთქვათ ამ წყაროებზე დაყრდნობით და ზოგადად ამ დაშვებების დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის ის, რომ როგორც მინიმუმ ურანის გამდიდრების შესაძლებლობები ირანის არის სერიოზულად დაზიანებული. ეს არის რაც მეტნაკლები და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჰაერო სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემა ირანის პრაქტიკულად არაეფექტური აღმოჩნდა და პრაქტიკულად ჩამოშლილია. ხო, ანუ და გარდა ამისა, მართვისა და კონტროლის ჯაჭვს მიადგა სერიოზული ზიანი, თვალსაჩინო რომ უმაღლესი სამხედრო მეთაურები ლიკვიდირებულები არიან წამყვანი ბირთვული ფიზიკოსები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირანს გამორიცხულია, რომ ირანმა შეძლოს ბირთვულ აი ამ ვთქვათ ურანის აი ამ პროგრამის ვეპონიზაცია, ხო, რაღაც ეტაპზე იარაღად გარდაქმნა. მე მგონია, რომ ამ ოპერაციის მიზანი ამ ოპერაცია ვთქვათ, ეს ოპერაცია თუნდაც საჰაერო ოპერაცია, რაც უნდა ეფექტური ყოფილიყო, ესეთი იმედების დამყარება, რომ ამ ხელა პროგრამას, რომელიც ვთქვათ აწლეულების განმავლობაში იგებოდა და ირანის ბირთვული პროგრამა არ დაწყებულა ისლამური რესპუბლიკის დროს. ირანის ბირთვული პროგრამა სამოქალაქო ნაწილში დაიწყო ჯერ კიდევ 50-იან წლებში. და შემდეგ იქ იყვნენ გერმანელები, ფრანგები მუშაობდნენ, შემდეგ უკვე 90-იან წლებში რუსულმა კომპანიებმა გადაიბარეს მათ შორის. ანუ ეს ცოდნა ვთქვათ, ნოუ-ჰაუს რაც ეძახიან, ირანში აქამდეც არსებობდა და შენარჩუნდებოდა. მე შეჯამების სახით ვიტყვი, რომ მგონია, რომ ეს პროგრამა სერიოზულად დაზიანებულია, ისრაელმაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მოიგეს სერიოზული რაღაცა მოცულობითი დრო პერიოდი იმისთვის, რომ ეს პრობლემა საბოლოო გადაწყვეტისთვის თქვა რაღაც დიპლომატიის ისიც დარჩეს ამ ყველაფერში და მოსალოდნელია, რომ თქვათ აი ამ საომარი ფაზის, ცეცხლი ფაზის დასრულების შემდეგ განახლდება მოლაპარაკებები. ეგრეც თქვა ტრამპმა ნატოს საბოლოო მიზანი ამ ოპერაციის უნდა ყოფილიყო რეალურად ირანის იძულება, რომ მომხდარიყო რეკალიბრაცია, ვთქვათ, მისი აი ამ ბირთვული პოლიტიკის. კიდევ ერთხელ მე არ მგონია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სრულად განადგურებულია, მგონია, რომ ირანმა წააგო ამ დაპირისპირებაში როგორც და მიიღო როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული მარცხი განეცადა ბევრი თვალსაზრისით.
მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თქვათ ირანის რეჟიმს დაარწმუნებს იმაში, რომ ბირთვულ იარაღზე ვარი უნდა თქვას და ამ ბირთვულ პროგრამაზე. პირიქით შეიძლება დაარწმუნოს, რომ საჭიროა ერთადერთი იარაღი, რომელიც იქნება ეფექტური, ეს არის ბირთვული იარაღი და შესაბამისად ამ ყველაფერმა დაარწმუნა იმაში, რომ ბირთვული იარაღი ჭირდება იმისათვის, რომ შეაჩეროს ისრაელი და ამერიკა. ესეც ერთია. მოკლედ, მაგრამ თანამიმდევრულად მივყვეთ, ზურა ეხლა აკამ აღნიშნა, რომ ნათანიაჰუ არ დათანხმდებოდა აი თუ არ ექნებოდა ინფორმაცია, რომ რაღაცა ყოველ შემთხვევაში ისეთი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ირანის ბირთვულ შესაძლებლობებს, რომ უახლოეს მომავალში მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება იმის გათვალისწინებითაც მათ შორის, ამ ინტელექტუალური ნაწილის გათვალისწინებითაც, იმიტომ რომ ყველა ვისაც ინსტიტუციონალური მეხსიერება ქონდა, მეცნიერი განადგურებულია ამ ბირთვული იარაღზე მუშაობის, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ტრამპის გაკეთებული განცხადება 2 თუ 3 დღის წინ, როდესაც მან ძალიან გაბრაზებულმა ისაუბრა მათ შორის ნათანიაჰუზე, როდესაც ამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ირანმა ესროლა, მერე ისრაელმა პასუხი დაუბრუნა, ძალიან უხეშად უპასუხა, ცოტა არანორმატიული ლექსიკაც გამოიყენა. We basically have two countries that have been fighting so long and so hard that they don't know what the they're doing. Do you understand that? შესაბამისად ნათანიაჰუ იყო თუ არა და არის თუ არა იძულებული, თუნდაც რომ არ იყოს დამაკმაყოფილებელი შედეგები ბირთვული იარაღის განადგურების, ის დაყვეს ტრამპის ნებას. კაი. მოდი პირველი უნდა ყოველთვის გავყოთ მაინც ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის ლიდერის ინტერესები. რატომღაც ჩვენ მიჩვეული ვართ არ მარტო საქართველოში ეს გლობალურად ესეა, რატომღაც ქვეყნებს აღიქვამენ აი ჭადრაკის ფიგურებად რა, რომ აი პირობითად ისრაელი არის რაღაც დაუშვათ ლაზიერი და ისრაელის გადაადგილება, ეს არის ერთი ფიგურის გადაადგილება. ეგრე არ არის რა, ანუ ქვეყნის პოლიტიკა და ლიდერის, ანუ ქვეყნის ინტერესები და ლიდერის ინტერესები შეიძლება მაინც არ ემთხოვოთ ერთმანეთს. აი პირობითად გეტყვით რა, პუტინის ინტერესები და რუსეთის გრძელვადიანი ინტერესები არანაირად არ ემთხოვა ერთმანეთს რა. ანუ ყველაზე მეტად მონათესავე ქვეყანა და ხალხი გადაიკიდა და პლუს 90-იანიდან დაწყებული, მაგას ხა მე პუტინს ვერ დავაბრალებ, ბოლო თავად სოხუმელი ვარ და სად იყო მაშინ პუტინი, რომ რუსეთმა როდესაც გადაიკიდა საქართველოს იყო ქვეყანა, რომელთაც რუსეთი შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში და ზოგადად მერე დაიპყრო ჩრდილოეთ კავკასია ბოლომდე, ხო, ეს აულღუნიბის აღება და შამილი და ამ შემდეგ ეს საქართველოსდან მოხდა, ხო? ანუ რუსეთის გრძელვადიან ინტერესებში არანაირად არ არის ის, რაც პუტინი აკეთებს ახლა უკრაინაში. მაგრამ პუტინის ინტერესებში არის. ეხლა აქედან მე ნეთანიაჰუს ვერ შევადარებ ნახდად პუტინს, მაგრამ უყურეთ ნეთანიაჰუს ინტერესები მაინც შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რაც არის საბოლოო ჯამში ხა ისრაელის როგორც სახელმწიფოს ინტერესი. ბოლო ნეთანიაჰუს ქვეყნის შიგნითაც ბევრი მოწინააღმდეგე ყავს. რა ის ფაქტია, ხა მაგას ვერ გაიქცევ ზურა რამე სიტყვის თუ არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა რა ამისთვის. მეორე მხრივ ნეთანიაჰუს და ტრამპის ურთიერთობა, ისე როგორც ტრამპის და ურბანის ურთიერთობა. თუმცა ზურა, აქვე უნდა ვთქვა, რომ რაც შეეხება ირანის თემას. კი. აქ ნეთანიაჰუს და ხალხის ისრაელის მოსახლეობის ინტერესები ვერ გავყოფ, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, რომლისგანაც ეგზისტენციალურ საფრთხეს მაგას არც ვდაობ. მაგრამ შეშობილია ვიდეო ტრამპზე და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. ტრამპთან დათანხმებაში შეიძლება ნეთანიაჰუს მოკლევადიანი ინტერესი იყოს, რომ ეხლა რასაც ტრამპი ეტყვის დაეთანხმოს, მაგრამ შეიძლება ისრაელის სახელმწიფოს ინტერესი ამაში არ იყოს, იმიტომ რომ ამის ვერ შეიქმნა პარადოქსალური სიტუაცია. ყველა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ომი მოიგეს. ისრაელმაც გამოაცხადა, შეერთებულმა შტატებმაც გამოაცხადა და ხამეინიმაც გააცხადა. მოვიგეთ ომიო, ხო? ანუ ეგეთ სიტუაცია, ხშირად არ იქნება, ხო? ყველა მოგებული დარჩა. მაშინ ვინ წააგო, რავია, ფორდოს კლდეებმა წააგეს, ანუ ეგ მომენტია რა. ხო და ეხლა აქედან გამომდინარე, ეხლა თან პლუს თუ გავიხსენებთ იმას, რომ პირველი პრეზიდენტობისას ძალიან თბილი, ძალიან კარგი ურთიერთობა, პირადი ურთიერთობა ხო, ბევრს განსაზღვრავს, ხო? ძალიან კარგი ურთიერთობა იყო ნეთანიაჰუს და ტრამპს შორის. მეორე პრეზიდენტობის მერე, ანუ პირველი ოფიციალური ვიზიტი მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიარა ტრამპმა და ისრაელში არ ჩასულა, რაც
გამომდინარე იქიდან როგორი ურთიერთობა აქვს ისრაელს და შეერთებულ შტატებს, ამას დიდი სიმბოლური მნიშვნელობაც ბევრმა მიანიჭა, რომ ნუ არ ჩავიდა რა ეხლა ადამიანი. და ახლა აქედან გამომდინარე ნეთანიაჰუ ну, ყველაფერს ბუნებრივი არავინ არ დაეთანხმებოდა, რაც ტრამპი იტყოდა თუ არ იტყოდა, მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ იძულებული გახდა. მეორე მხრივ, იმიტომ რომ ტრამპ ჭირდება დააფიქსიროს თავისი პერსონალური გამარჯვება. თავისი გამარჯვება, რომ აი ძალიან მაგრები არიან და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხრივ ხარ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ სანამ ტრამპი ჩავიდოდა უკვე ჰააგაში, მანამდე რაც გაჟონა, ჩვენ საიდან ვიგებთ ინფორმაციას, ზოგადად მე და შენ კი არა, აი რო აიღო ხა ჩემ პოსტები რო ახსენ, ჩემ პოსტი რო აიღო და ვაშინგტონ პოსტს რო შეადარო, პრაქტიკულად ერთ-ერთი რაღაცებს წერთ. იმიტომ რომ ყველა ვიღებთ ღია ინფორმაციიდან, ღია ინფორმაციის წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას და პირობითად ხა რა მე 3-4 ენაზე რო ვიღებ ინფორმაციას, შევადარებ და მიახლოვებთ ლოგიკურად იმ დასკვნებამდე მიხვალ, ხო? შორს ხო არ გაიქცევ. ერთ-ერთი რაც ღია წყაროებიდან მივიღოთ იყო ის რომ გამოჟონა თავდაცვის დეპარტამენტმა გამოჟონა ინფორმაციამ რომ ამ დარტყმებმა თავის მიზანს ვერ მიაღწია. ანუ ფორდოზე მაინც და მაინც წარმატებული არ იყო. რამან იყო წარმატებული, რამან არ იყო. ანუ წინააღმდეგობრივი ცნობები გაქვს რა. შენ დარწმუნებული ვერ იქნები ღია წყაროებიდან გამომდინარე. ვითომაც ახლა ვიზუალური მასალა რაც იყო, რაც შენ უნდა გავცალო, ეს ვიზუალური მასალა შენ არ გაძლევ საშუალებას, რომ რამე თქვა ახლა პირობითად არის ხოლმე სიტუაციები, რომ ვიზუალური მასალით ხვდები, რომ რაღაც დაინგრა, ჩამოიქცა კაცავა და დედა ეტირა, მაგრამ ფორდოდან ამას ვერ ხვდები, გაიგე და აქედან გამომდინარე, რაც გავცელდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტიდან რომ ვრცელდება ინფორმაცია რომ მაინც და მაინც შეიძლება წარმატებული არ იყო უკვე ეს ტრამპის თვის და ნუ ჰექსეტისთვის ხო მithumetes მიუღებელია რა ანუ ახლა რას ქვია მე მისურიდან ბომბდანშენები აღვაფრინე რაღაცა და რას ქვია წარმატებას არ მივაღწია წინააღმდეგობრივი ინფორმაცია გვაქვს რეალურად რა კი და ვიცით რამდენად დაინგრა კი უეჭველი ყველა ვარიანტში ზიანი მიყენებული იქნება აკასაც ახლა უსმენდი და მისი კომენტარიც არის ფრთხილია და სწორი კომენტარია ეგ რა ანუ ფრთხილია იმიტომ რომ არის ზედმეტი ოპტიმიზმით და ზედმეტი პესიმიზმით საქმეს ვნებს რეალურად ხო ანუ რა ინფორმაციაც არის იმაზე დაფუძნებით შეიძლება თქვა რომ ნუ შეიძლება ერთი წლით უკან არიან შეიძლება რამდენიმე თვით რა ანუ პესიმისტურ სცენარში ნუ მე ზოგადად პესიმისტური ტიპი ვარ მაგრამ პესიმისტურ სცენარში შეიძლება უარესიც კი იყოს აი ეს თუ კი ამან დიდი ზიანი ვერ მიაყენა ბირთვულ პროგრამას ირანის ბირთვულ პროგრამას თუ კი ამერიკის და ისრაელის დამოუკიდებლობამ ვერ მიაყენა დიდი ზიანი ეს შეიძლება უარესიც კი იყოს იმიტომ რომ ამის მერე როგორც შენ თქვი უკვე ისრაელი კი არ უკაცრავად ირანი ყველაფერს იზამს რომ ატომური ბომბი გქონდეს და აი ირანის ხელში ატომური ბომბი ძალიან ცუდი ვარიანტია ან ჩრდილო კორეაზე ცუდი ვარიანტია ანუ ეს ამბავი მართლაც დაიყვანება ტრამპის ამბიციაზე, რომ მან უმოკლეს ვადაში დაამთავრა ომი ძალიან წარმატებული შედეგებით, ამიტომ CNN-თან დაპირისპირებაც გადავიდა რაღაცა პერსონალურ დაპირისპირებაში, იმიტომ რომ CNN-ი იყო პირველი, ვინც გაავრცელა პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით. მან თქვა, რომ რამოდენიმე წყარო პენტაგონის შიდა დაზვერვის დაგვიდასტურა, რომ პირველადი მონაცემებით ამას ხაზს გაუსვავ, რომ არ არის ისეთი ზიანი მიყენებული, რა ზიანის მიყენებასაც ამბობენ, ხო? და გადავიდა, ანუ პირადი კონფლიქტი დაიწყო, მოგეთ რაღაცა CNN-სა და თეთრ სახლს შორის. Oh, fake news CNN? Oh, yeah, here we go. Wait till you hear this question. პირდაპირ უთხრეს ჟურნალისტს, რომ აი თქვენ არ სცემთ პატივს იმ პილოტებს, რომლებმაც თავი გასწირეს და ეს შესანიშნავი ოპერაცია ჩაატარეს. მოკლედ ძალიან პერსონალურია ტრამპისთვის ეს ამბავი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ტრამპისთვის, რომ ეს მალე დაემთავრებინა წარმატებით და მალე, იმიტომ რომ შიგნით თვითონ ამ მაგაში იყო წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით და მოდი ესეც კარგად ავხსნათ. ხო, ანუ მანამდე ზურას გამოვაყურები ტრამპის და ბიბის ურთიერთობაზე პირველი ვადის დროს მართლა შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, სხვა შორის პირველი ვადის დროსაც პირველი ვიზიტი მაშინაც საუდის არაბეთში განახორციელა, თუმცა შემდეგ უკანაგზაზე ისრაელში გაჩერდა. ეგ იყო განსხვავება წლევანდელთან, ხო, ეგ იყო სხვაობა წლევანდელთან ნამდვილად, მაგრამ მას მერე პირველი ვადის შემდეგ გამახსოვრება ტრამპსა და ბიბის შორის ურთიერთობები გაფუშტა. მას შემდეგ რაც ბაიდენს მიულოცა, მან და როგორც ჩანს
ძალიან გაფუჭდა. ხო, ან გაფუჭდა, მაგრამ აი თუ გახსოვს 2024-ში უკვე, როცა აი გაეროს გენერალური ასამბლეა იყო სექტემბერში, მან ბიბი ჩავიდა ტრამპთან და ჰქონდა ძალიან ესეთი შეხვედრა და მაშინ დასავლური პრესა ეს ბარაკრავიდი აქსიოსის კორესპონდენტი ისრაელში წერდა, რომ რაღაცნაირად მიაღწიეს ხელი ჩამოართვეს იმაზე, რომ რაღაცა ეს წყენა დაევიწყებინათ და თითქოს ახალი ურთიერთობა დაეწყოთ. ამას ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც ეს ჰეზბოლას პეიჯერების ოპერაცია მოხდა და ბიბიმ გაუგზავნა ესა რა ქვია, ეს პეიჯერი, ოქროსი, რომელიც გამოყენებული იყო ოპერაციაში სიმბოლურად და მოკლედ ეს შარმ ოფენსივ, რასაც ქვია, რომ რაღაც მოეხიბლა ტრამპი ისე ეს ოპერაცია ქონდა ბიბის და რამდენად შეგვიძლია ვთქვა, გარეგნულად ყოველ შემთხვევაში წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი აზრითაც რაღაც სენტიმენტი მათ შორის, ბიბისა და ტრამპს შორის არსებობს ასევე ბიბის ასე რომ ვთქვათ, ნეგატიური რეიტინგი აქვს მათ შორის აი მაგა ბაზაში და მათ შორის აი JD Vance-ი, ტულსი გაბარდი აი ხალხში, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის წარმოდგენა, რომ ისრაელი პრაქტიკულად იყო ის კუდი, რომელიც ატრიალებდა ძაღლს მთელი აწევლების განმავლობაში ამერიკის სახით და რეალურად ამერიკა შეყავდა ისეთ დაპირისპირებებში და ისეთ თავგადასავლებში, რომელიც მაინდამაინც არ იყო ამერიკის ინტერესი და იყო უპირველესად ისრაელის ინტერესი და ბიბის პოლიტიკური ინტერესი, ამიტომ ეს თქვათ რაღაც წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ნამდვილად არსებობს. ანუ კიდევ ერთხელ რომ ვთქვა ჩვენი მაყურებლისთვის, მაგა არის ის ძალა თავარი ძალა, რომელიც იზოლაციონიზმს უჭერს ტრამპის მხარეს ყოფი, ალბათ, და იზოლაციონიზმს უჭერს მხარს საგარეო პოლიტიკაში, მიაჩნია, რომ ამერიკა არც ერთ დიდ კონფლიქტში არ უნდა ჩაებას. ხო, ანუ ეს არის ეს ხალხი და ირანს ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რაც არის ზუსტად ფაქტორი, ხო, რომ ანუ მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად არაპოპულარული იყო ეს გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ, თქვა ამ ოპერაციაში ჩართვის, ტრამპმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. კი, რა თქმა უნდა, ის ხვდებოდა, რომ ომის გაჭიანურება გრძელვადიან კონფლიქტს წარმოშობდა აი მის ბაზასთან და ეს მის ელექტორალურ კოალიციას ემუქრებოდა, მათ შორის თქვა აი განსაკუთრებით მასკთან განვითარებული და დაძაბული ურთიერთობების შემდეგ ის ძალიან ფრთხილი იყო, მაგრამ მაინც მან გადაწყვეტილება მიიღო და როგორც არ უნდა და როგორ დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს ტრამპთან, ანუ თვითონ ეს მოვლენა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად მიიტანა სახაერო იერიში ირანის ისლამური რესპუბლიკა, ეს არის პირველი შემთხვევა 79 წლის შემდეგ და 79 წლის შემდეგ ეს ქვეყნები არაერთხელ იყვნენ ესეთი მზარდი, დაძაბული, უკიდურესად დაძაბულ მომენტში და ტრამპი არის სწორედ ეს პრეზიდენტი, რომელიც მოვიდა ამ პლატფორმაზე თითქოს ომების წინააღმდეგობის, ამ დაუსრულებელი ომების დასრულების და მაინც მას უწევს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც მაინც ეს ამერიკის ინტერესია, ხო, საბოლოო ჯამში და ეს ინსტიტუციური სტრატეგიული კულტურა გნებავთ, ხო, ანუ რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოშლილი საბედნიეროდ, მაინც ნარჩუნდება, მან მაინც გარისკა, მისთვის ეს ოპერაციაც როგორც არ უნდა, როგორ დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს ამ საკითხთან, ჩემი აზრით ძალიან შთაბეჭდავი იყო, როგორც მინიმუმ თქვა ნახევარმთელი ემიდან, რა ქვია, ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე, ისე რომ შეგიძლია ამხელა საჰაერო არმადის გადასხმა, რომ ხმელეთზე არ დაეშვას არც ერთი თვითმფრინავი, შეხვიდე და გამოხვიდე ისე რომ ვერავინ ეს ვერ გაიგოს და მე მგონია, რომ ეს ამან აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა უბრალოდ არსებობს არმია მსოფლიოში, რომელსაც მსგავსი შესაძლებლობები აქვს. და ეს მნიშვნელოვნად მეტყოლებს ასევე ვთქვათ აი ძალის გამოვლინებას, კბილების გამოჩენის მომენტიც არის და მე მგონია, რომ ეს დადებითი განვითარება არის მაინც, მაგრამ ეს ასევე აჩვენებს იმ გრძელვადიან საშიშროებას, რაც ტრამპის კოალიციას ემუქრება, რომელთაც მან გაიმარჯვა, ხო, ანუ აქ ეს არ არის ერთგვაროვანი კოალიცია, აქ არიან როგორც თქვით, მაგა, აქ არის America First რესპუბლიკელები, რომლებიც მაგასთან ძალიან ახლოს არიან, მაგრამ მაინც რაღაც ცოტა განსხვავებული ტონი არის. საგარეო პოლიტიკაში პირიქით ამერიკის ჩართულობას სადღაც არის შემორჩენილი ქორები, მათი გავლენა არა ისეთი დიდი, როგორც იყო პირველი ადმინისტრაციის დროს, მაგრამ მაინც თქვათ არიან ასევე გადანათლული, მაგად გადანათლული ქორები, რომლებიც თქვათ მაგალითად სახელმწიფო მდივანი ეს პრაქტიკულად აჩვენებს, რომ ტრამპის შემდეგ ამ გრძელვადიანი თვალსაზრისით ეს სხვა თემა, მაგრამ ტრამპის შემდეგ ამ კოალიციის შენარჩუნება, რომელშიც პლუს არიან ასევე სტეკ ბილიონერები PayPal-ის და სილიკონის ხეობიდან და ასევე მაგა დემოკრატები, ხო, ტულსი გაბარდის და კენედის სახით და სხვების სახით, თუნდაც მასკიც შეგვიძლია ამ სიაში შევიყვანოთ. ამ კოალიციის შენარჩუნება ტრამპის გარდა პრაქტიკულად არავის არ ძალუძს.
და ეს იქნება გამოწვევა რესპუბლიკური პარტიისთვის 2028 წელს. ხო, ეხლა უბრალოდ თემას რო არ გავიცეთ და დავასრულებ ამ იმაზე, ხო, ანუ რაზეც საუბრობდით, რომ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პირადად ტრამპისთვის, ასე დასრულება. ეს არის მაინც ესეთი და მე აი თემას რო დაუბრუნდეთ თან ეს არის ცეცხლის შეწყვეტად გამოცხადდა, ხო, ჯერჯერობით, ანუ ომი დასრულებულია, ეს ფაზა დასრულებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმის გათვალისწინებით განსაკუთრებით, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა როგორც ესეთი აღარ არსებობს, ისრაელმა რაღაც საშუალოვადიან პერიოდში კიდევ რამდენიმეჯერ მიიტანოს ეს დარტყმა, ხო, ანუ მაინც ჯამში ეს დარჩა ჩემი აზრით დროის მოგების და მოლაპარაკებებისთვის, ამ დიპლომატიისთვის შანსის მიცემის ოპერაცია. ეხლა საჭირო არის უკვე აი ამ ოპერაციაზე დაფუძნებით ახალი რეალობის, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის თუ ჩაცემენტება არა ვთქვათ, სტაბილიზაცია. და ეს ახალი გეოპოლიტიკური დინამიკა მდგომარეობს იმაში, რომ ირანი არის უკიდურესად სუსტი, როგორც ვთქვათ, რეგიონალური თვალსაზრისით, ასადის რეჟიმი აღარ არსებობს, ჰამასი პრაქტიკულად განადგურებულია, ჰეზბოლა პრაქტიკულად განადგურებულია, ჰუსიტებიც ძიმე მდგომარეობაში არიან და რაც თავარია, ირანის მართველი რეჟიმი არ არის პოპულარული თვითონ შიგნით. აი ეს კიდე სხვა რისკებთან არის დაკავშირებული. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირიქით, ამით უნდა გადავიდე ახლა, იმიტომ რომ ცალსახად როგორიც არ უნდა იყოს შეფასებები მასთან დაკავშირებით თუ რა წილი განადგურდა ირანის ბირთვული შესაძლებლობების და ეს ალბათ რაღაცა ეტაპზე უფრო დაზუსტებული ინფორმაცია იქნება, მით უმეტეს თუ ჩაუშვეს იქ საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლები, რაც საეჭვოა, მაგრამ მაინც ეს იყო ძალიან წარმატებული ოპერაცია და ყველაზე წარმატებული საგარეო ნაბიჯი ტრამპისთვის. ცალსახად თუნდაც იმის გათვალისწინებით, ახლა რაც აკაშენ თქვი და ამას ხაზი უნდა გაუსვათ და შემდეგ რუსეთზე უნდა გადავიდეთ ამ გზით, რომ ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი ძალიან შეიცვალა. და ეს პირველ რიგში დაიწყო ისრაელმა და აი ამ სამხედრო ოპერაციით. დაიწყო იახია სინვარმა, ანუ ეს იყო 7 ოქტომბერი. ხო, ანუ ჩახმახი, რომელსაც სინვარმა გამოკრა ხელი და შემდეგ დომინოს პრინციპით ხო, ნუ ეკა გულისხმობდა რომ ისრაელმა მერე რო დაიწყო აღარ გაჩერებულა. ხო, ისრაელმა ანუ ძალიან მეთოდურად იმუშავა, იმიტომ რომ ჯერ თავი წააცალა პროქსებს, ყველაზე მთავარი აქ იყო ჰეზბოლა და შემდეგ უკვე შემოიწყნა თამათ სირია, პლუს ეს ბონუსად დაემატა, კი ბატონო. გააგრძელე როგორც რეგიონის მიმოხილველმა. და რუსეთზე გადავიდეთ, რუსეთისთვის რას ნიშნავს ეს? მიახლოებით ხვდები საერთოდ მიყავს რომ რაც აკამოდენასაც გამოხმაურები მაშინ რა. კი. რამდენიმე წუთი ხომ აქვს. მოგეთ რუსეთისთვის ეს კარგს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ რუსეთს ბოლოს ვახსენებ. პირველი რაც არის რა, ან ტრამპის ეს სპეცოპერაცია, სპეცოპერაციაზე მიერთება იყო პრაქტიკულად. ისრაელმა დაიწყო და ისრაელმა დაასრულა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ თვითონ ტრამპის დღის წესიდან გამომდინარე, მართლა ისეთი იყო რა, ანუ იქვე გამოცხადებისას ვენსიც რო იდგა, ვენსი მანდ იყო რაღაც ვარიანტში ზედმეტი პიროვნება, იმიტომ რომ ვენსი ამის წინააღმდეგი იყო, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, რაც აქამდე უთქვამს, ხო, ანუ ამერიკა უპირველეს ყოვლისა და ასე შემდეგ, ნუ არ გამოდიოდა რა, აქ მახსენდება უბრალოდ ერთი ისტორია, გოლდა მეიერის და ჰენრი კისინჯერის ეს საუბარი რა, 70-იანი წლები, ანუ კისინჯერი არის სახელმწიფო მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებული შტატების, გოლდა მეიერი ისრაელის პრემიერ-მინისტრი და კისინჯერი ეუბნება გოლდა მეიერს, რომ უნდა იცოდეთ, რომ მე პირველ რიგში ვარ ამერიკელი, მე ამერიკის სახელმწიფო მდივანი და მხოლოდ შემდეგ ვარ ებრაელიო და გოლდა მეიერის პასუხი არის, რომ ის რა ჩვენ ებრაელები მარჯვნიდან მარცხნივ ვკითხულობთ რა, ანუ ხელმანდა პირველ რიგში ებრაელი ხარო, ეგ უთხრა რა, ანუ აი აკამრას თქვა რა, ანუ ისრაელის სახელმწიფო მაინც მიჩვეულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად პრიორიტეტების სკალაზე რაღაც პირველი მეორე საფეხური უჭირავს რა და ამ შემთხვევაში ზუსტად ის მდგომარეობა შეიქმნა, რომ ისრაელს მოუწია შეერთებული შტატების
ბიძგება და შტატებისთვის მართლა ხა ირანის მძეველთა კრიზისის დროს მხოლოდ ორი თვითმფრინავით ორი ვერტფრენდ გაუშვეს სპეცაზმი რა მაშინაც კი არ დაუბომბოთ ანუ რეალურად საკმაოდ ისეთი სარისკო გადაწყვეტილება მიიღო პლუს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მის შესრულებამდე დასრულებამდე უნდა ყოფილიყო ძალიან მცირე დრო ანუ ხანგრძლივ ომში კიდე ერთი ჩათრევა შეერთებული შტატებისთვის და მით უმეტეს ტრამპისთვის არანაირად არ იქნებოდა და მოგებიან ეგ გასაგებია ეგეც რა ეს ერთ მხარეს რო ავიღოთ ეს ოპერაცია ყველა ვარიანტში ისრაელისთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც წარმატებული არის მაგას მე არ უარყოფ რა უბრალოდ თუ ირანის ბირთვული მარაგები არ განადგურდა ხო ან თუ რამდენიმე წლით ან 10 წლით უკან არ დაიხიეს თუნდაც ამას შეიძლება ეს უკან დახვევა მოხდეს დაუშვათ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ნუ ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანს თხოვენ მთელი გადამალული ურანიუმის, მთელი ამ ცენტრიფუგების და ასე შემდეგ მოშლას, რა, ანუ ურანიუმის გადაცემას, 60% ზევითაა გამდიდრებული ცენტრიფუგების მოშლას და ასე შემდეგ. ანუ კიდე დაემატება ინსპექცია და ასე შემდეგ. თუ ირანი ამას არ დათანხმდა, მაშინ ნუ შუალედური გადაწყვეტილება იყო ეს ომის შეჩერებასთან, მაშინ ალბათ მოუწევს ისევ და ისევ. მინიმუმ ისრაელს მოუწევს, იმიტომ რომ მათთვის ეგზისტენციალური საფრთხეა და ამას ვერ შეეგუებიან. ირანი პირდაპირ ამას რომ ისრაელი უნდა გავანადგუროთ. ახლა როგორ გინდა ამას შეეგუო რა. რაც შეეხება ახლა პირდაპირ ირანის მდგომარეობის შეფასების გარეშე გადავალ რუსეთზე რა. არა, ირანის მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა ეს გავს, რაც არ უნდა თქვას ხამენეიმ ეხლა და გამოვიდა და პროპაგანდა არის აწყობილი იმაზე, მისი პირადი პროპაგანდა და შიდა პროპაგანდა, რომ ირანმა გაიმარჯვა, ნუ რაღაც ცოტა ყობახიძის ასე მას გავს, რიტორიკას გავს, ხო? ჩრდილოეთ კორეამ გამოაცხადა, რომ ბრაზილიას მოუგეს სოფლიო ჩემპიონატი. ხო, აი დაახლოებით ეს არის. ეგ ხდება. ეგ ხიანი ომის დროს ეგვიპტელებს ჯეროდათ, რომ იგებდნენ მე-6 დღემდე და 73 წლის გამარჯვებას დღემდე ზეიმობენ სამხედრო მაგრამ სიამდვილეში ირანი რა მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხო? აი ეს რო შევაფასოთ და ორივე შეფასება მინდა, რომ დავიწყოთ ინფილტრაციის დონით, მოსადის ინფილტრაციის დონით ირანში, მისი მოშიშულებული ცით განადგურებული არამარტო ბირთვული მარაგებით, რაც არ ვიცი ჯერ ამდენია, ასევე სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის შეიარაღებით, მათ შორის დრონების, ხო? ანუ როგორ შეგვიძლია ახლა შევაფასოთ ირანის სამხედრო შესაძლებლობები, იმიტომ რომ ფაქტობრივად მოდი ვთქვათ, რომ რაღაც კაპიტულაციის მსგავსი იყო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება, იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა ირანს. ხო, ნუ სახე შეინარჩუნეს რაღაც ვარიანტში. ნუ ხამენეი გადაარჩინეს ცოცხალი. და ქვეყნის შიგნით. ხო, ხამენეის გადარჩენა შეიძლება იმდენად დიდი ის არ ყოფილიყო, ანუ ირანს ყველა ვარიანტში ირანმა და ყველაზე მეტად დაკარგა პრესტიჟი. ანუ არ მარტო მოკავშირეები დაკარგა, არამედ დაკარგა პრესტიჟი. დაახლოებით იგივე რაღაცა მოვიდა რუსეთსაც, რომ ანუ არაქსში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის მოსკოვში და პუტინი ეუბნება, რომ Наши наилучшие пожелания. Ну, საუკეთესო სურვილებს გიგზავნით. რა საუკეთესო სურვილებს გიგზავნი? ანუ გიჟი ხო არა, ხალხი ჩამოვიდა, რომ დაეხმარო და наилучшие пожелания. ანუ აი რაღაც ლაშას мама გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ. რა ქართველების რო გასაგები იყოს უფრო. აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა უთხრა. ანუ პრესტიჟის დაკარგვა ძალიან ბევრს ნიშნავს. რუსეთმა დაკარგა პრესტიჟი სომხეთში, როდესაც ოდეკაბეს მოკავშირე იყო და რაღაც დახმარება უფრო მეტი კმეთი ევალებოდა სირიაში დაკარგა, ნუ უკრაინაში რაც დაკარგა და პლუს ახლა ირანი დაემატა. როდესაც თავის მოკავშირეს, რომელიც ყველა ფორმატში შეათრია სტრატეგიული პარტნიორობის და ხელშეკრულებები გააფორმა, ისევ და ისევ ხარდაჭერა ვერ გაუწია რა, მაგრამ ირანმაც ეგ დაკარგა, ოღონდ თავის მოკავშირეების მიმართ. ჰამასი, ჰესბოლა, იგივე სირია, ანუ ირანმა ყველა თავის მოკავშირე მიატოვა და არ თუ მოკავშირეები, არამედ თავის დაცვაც ვერ შეძლო. ისევ და ისევ. ანუ რომ დაუბრუნდეთ ძალთა ბალანსიც მიაბია ამას. ძალთა ბალანსი ეხლა მიობა, ანუ ძალთა ბალანსი არის ირანი ძალიან დიდი ხანი, მოდი ესე ვთქვათ რა, არაბული გაზაფხულის მერე ირანმა იგრძნო, რომ მთლიანად რეგიონში შეეძლო სიტუაციის დესტაბილიზაცია და ყველგან აფათურებდა ხელებს რა. ანუ ყველგან ირანი ხელს უწყობდა ომს რა. ეს ომი შეიძლება ყოფილიყო რაღაც პარტიზანულ ლოკალური შეიძლება ტერაქტები ყოფილიყო, მაგრამ ირანი ამას ყველა ვარიანტში ხელს უწყობდა, ხო? ირანი იდგა 7 ოქტომბრის უკანაც, ჰესბოლას უკანაც, იემენელების უკანაც,
ჰუტების უკანაც ირანი დგას და ისევ და ისევ ირანს ყველა ეს საცეცი წააჭრეს და პლუს არა მარტო საცეცები წააჭრეს, არამედ გულში მიაყენა ძალიან დიდი დარტყმები რა და ეხლა აქედან გამომდინარე ირანი ყველა ვარიანტში, აი კონვენციური ნებისმიერი ომი რო აიღო, წაგებულია ბუნებრივია დიდ სახმელეთო ოპერაციას ამ ხელა ტერიტორიას და ამ ხელა მოსახლეობის წინააღმდეგ არავინ არ განახორციელებს, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა დაკარგეს, სარაკეტო პოტენციალი ირანის გაცილებით მაღალი შეფასება ჰქონდა ომამდე, ანუ ვარაუდობდნენ დაახლოებით 2000-3000 რაკეტას და ან როგორც ჩანს გაზვიადებული იყო ეს მონაცემებიც, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას გაეპარა რაკეტები და ნუ მეტნაკლებად საკმაოდ დიდი მსხვერპლი მიადგა ისრაელის მასშტაბებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. ამის და მიუხედავად ირანი, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ირანი რამდენად გამარჯვებულია. ერთადერთი მანდ არის პრობლემა, რომ ირანს თუ შერჩა შეძლო რომ განავითაროს ბირთვული იარაღი, ამ ყველაფერს დააკომპენსირებს შემდგომში. შეიძლება თუ არა ეს ისე ამ პერიოდში განახორციელოს ირანმა, რომ ის არ იყოს დაზვერვის ქვეშ და ისე რომ ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი ან მოსადისთვის, ან ამერიკული დაზვერვისთვის და კიდევ სხვა ქვეყნების დაზვერვისთვისაც. ხო, ან მე მგონია, რომ ამის შანსი ყველა განვითარებული მოვლენის გათვალისწინებით, რაც ვნახეთ ბოლო 12-14 დღის განმავლობაში, იმის შანსი, რომ ირანს სადღაც აქვს კიდე მესამე ობიექტი, რომელზეც საიდუმლოდ მუშაობს ბირთვული საწვავის იარაღად გარდაქმნის პროცესზე, მე მგონია, რომ ძალიან მცირე არის სიმართლე რო თქვა. ეხლა ხალხი მართლა საძინებელში ააფეთქეს, აი თავი აუფეთქეს რაკეტით მძინარე ხალხს და მართლა წარმოუდგენელ პენეტრაციაზე, არა ისეზე რო თქვა ადამიანებმა მოსადმა უბრალოდ იცოდა სად იყვნენ რაღაც კონკრეტული სამხედრო მეთაურები, არამედ მოსადს კომპრომეტირებული იყო ირანის მთელი ეს უსაფრთხოების პროტოკოლები და მოსადს შეეძლო შეხვედრების დაორგანიზება ირანის უმაღლესი სამხედრო მეთაურების და შემდეგ უკვე იმ შეხვედრებზე რაღაცა დივერსიის მოწყობა და მათ ლიკვიდაცია. ხო, ანუ ეს არ არის ნორმალური, ორდინალური შემთხვევა, ხო, ანუ ჩაულებრივი წარმატება არ არის, უფრო მეტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსადს შეიძლება West Bank-ის ოკუპირებული West Bank-ის რაღაც რაიონებში არ ქონდეს ისეთი ოპერაციული თავისუფლება, რაც ირანში ქონდა ამ პერიოდში. ანუ აქედან გამომდინარე, მე მაინც მგონია, რომ თან ამასთანავე უნდა გავუთვალისწინოთ, რომ თვითონ ის წარმოდგენა, ის ვარაუდი, რომ ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, იმთავითვე ბევრ კითხვას აჩენდა. რა კუთხით, რომ ვერავინ ვერ იტყოდა, თქვათ, ანუ მთელი ეს ოპერაციის თქვათ საარგუმენტაციო ბაზა ხო რა იყო, რომ ჩვენ 2 თვის წინ შევნიშნეთ, რომ ირანმა დააჩქარა ეს ბირთვული პროგრამა, შემდეგ რაღაც წვდომა ამ ინფორმაციაზე შეგვეზღუდა, მივედით დასკვნამდე, რომ საფრთხე არის არა მხოლოდ ატომური იარაღი და იარაღად გარდაქმნა თქვათ იმ მასალის, არამედ საფრთხე არის ასევე ბალისტიკური სისტემები, ბალისტიკური რაკეტები, რომლის არსენალიც ირანს მზარდი აქვს. და ამიტომ დავიწყეთ ეს სამხედრო ოპერაცია. მაგრამ ეს მალე რას ნიშნავს? ხო, ანუ ეს არის საუბარი კვირეებზე, საუბარი არის თვეებზე, საუბარი არის ნახევარწელზე თუ წელიწადზე და მეტზე. ამის თქმა ძალიან რთული არის. აქედან გამომდინარე და ვერავინ ვერ ამბობდა, შემდეგ რაც გავცალდა ინფორმაცია, იყო თითქოს ის, რომ ირანს უკვე აქვს 10-9 ბომბისთვის საკმარისი ეს მასალა ურანის რა გამდიდრებულის. მაგრამ ესეც, ანუ ამის რაღაც მყარი ესეთი წყალგაუვალი მტკიცებულებებით ჯერ ჩვენ არ გვინახავს. აქედან გამომდინარე, ანუ მაინც შეგვიძლია ვთქვა, რომ ირანს რაღაც დრო მაინც აშორებს ბირთვულ იარაღამდე. სხვა საკითხია ის, რომ ბოლო 14 დღეში განვითარებულმა მოვლენებმა თუ რამე დაადასტურა ეს ხომეინის დოქტრინა, რომ ჩვენი პირველი მტერი არის ამერიკის შეერთებული შტატები და შემდეგ ისრაელი. ხო, ანუ როგორც იქნა ეს რაღაცა ეს 46 წლის წინანდელი ლოზუნგი რეალობად იქცა. ხო, ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა მიიტანეს პირდაპირ დარტყმები ისლამურ რესპუბლიკაზე. აქედან გამომდინარე, კი თუ თქვათ ეს ხელმძღვანელობა დარჩა სტრატეგიულ არ ვიხილეთ ისეთი რაღაც, როგორც მაგალითად ანვარ სადათმა გააკეთა 70-იან წლებში ზოგადად, როცა ეს გეოპოლიტიკური ბრუნი განახორციელა და ვარი თქვა ნასერიზმის მემკვიდრეობაზე და საბჭოთა კავშირის მაგივრად გაიაზრა რა, რომ ისრაელის და ამერიკის ალიანსს ამ რეგიონში ამ ალიანსთან სამხედრო დაპირისპირებას ამ ალიანსის სამხედრო დაპირისპირებაში მას გამარჯვების შანსი არ ჰქონდა და გადაწყვიტა საკუთარი ქცევის შეცვლა და ხო მოკავშირეების შეცვლა, რასაც შეეწირა კიდეც
მე არ მგონია რომ ირანის ხელმძღვანელობა ეხლა იმავე პოზიციაშია და იმავე შეხედულებებს იზიარებს, რასაც სადაც იზიარებდა 6 დღიანი ომის შემდეგ. მაგრამ იქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადაც იქამდე მისასვლელად ამ ნორმალიზაციამდე მისასვლელად დაჭერდა ერთი ომის გავლა იომ კიპურის 73-ში და კიდე რამდენიმე წელი, ხო, 79-ში ხდება საბოლოოდ ეს კემპ-დევიდის შეთანხმება. აქედან გამომდინარე, მე არ ვარ დარწმუნებული და არ ვამბობ იმას, რომ ირანი ეხლა იმ სიტუაციაშია, რა სიტუაციაში არის, მაგრამ ამ ობიექტურ სირთულეებთან ერთად რა თქვა, რასაც ვისაუბრეთ, ხო, ანუ ეს რეგიონულ სირთულეებთან და ირანის პრესტიჟის დაკარგვასთან, აი თავდაჯერების დაკარგვასთან, შიდა ლეგიტიმაციის პრობლემაც არის, ხო, ანუ აქამდე ამ მილიონების გამართლება, რომელიც მიემართებოდა ჰეზბოლასთვის, ჰუსიტებს თუ ჰამასს, იყო ის, რომ ჩვენ ისრაელს ვაკავებთ და ამის გამო ისრაელი ჩვენ თავს არ გვესხმის. რაც ვნახეთ, რომ ობიექტურად არ არის და ეს ირანის მოსახლეობამ დაინახა ახლა მიუხედავად იმისა, რას გამოაცხადებს ხამენეი, ხო? ანუ ეს რაღაცა ესეთი ფაქტი არის. აქედან გამომდინარე, საინტერესო არის და კიდე ერთი გამოწვევა, რაც მათ აქვთ ჩემი აზრით, არის პრობლემა, რომ მათ მიაჩნდათ, რომ ეს პროქსების სტრატეგია, რომელიც მათ ჰქონდათ ამდენი წლის განმავლობაში და ეს რეალურად სადღაც სათავეს იღებს რაღაც თვალსაჩინით 79 წლიდან, როდესაც ხომეინიმ გადაწყვიტა, რომ თქვა ამ რევოლუციის გადასარჩენა და ირანში საუკეთესო გზა იყო ამ რევოლუციის ექსპორტი რეგიონში და შემდეგ უკვე სადამიც აძლევს ხელს ამას ირანში შეჭრით და ხდება ეს რევოლუციური რაღაცა აღმასვლა, ხო თქვა რაღაცა ამ იდეოლოგიის რეგიონში და ჰეზბოლა უკვე 91 წელს უკვე ჰეზბოლა ასე თუ ისე ჩანასახოვანი ფორმით არსებობს. მაგრამ რეალურად თქვა რაღაცა იმის შემდეგ ძლიერდება ყველაზე ესეთი გარდამტეხი ეტაპი ამ სტრატეგიისთვის იყო ერაყში შეჭრა ამერიკის შეერთებული შტატების 2003 წელს. ხო, ანუ რომელმაც პრაქტიკულად როგორც გვერდითი ეფექტი გაუცვლელი გამოიწვია ირანის გაძლიერება და ირანმა აირჩია ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება, მაშინ ირანი მხარს უჭერდა ერაყში მიმდინარე ამ სექტარიანულ ომს 2005 წლიდან და პრაქტიკულად ის რეგიონული ჰეგემონი თუ არა, ნუ რეგიონში ყველაზე ძლიერი მოთამაშე გახდა, რომელსაც ჰქონდა გრძელი მკლავი, რომლითაც მიეწვდინა თავისი რაკეტები და თავისი არმია, ხო, ჰეზბოლა ხო არაფერი სხვა არ იყო გარდა ირანული არმიისა ისრაელის საზღვარზე, ანუ მთელი დიზაინი ამ პროექტის ეს იყო. აქედან გამომდინარე, აი ეს ყველაფერი წასულია, ეს შეკავების მექანიზმი, რასაც ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეფექტური იყო ამ დაახლოებით 20 წლის განმავლობაში და პირველი ებრაულ-ირანული ომი მაინც იყო 2006 წლის ომი ჰეზბოლასა და ისრაელის არმიას შორის, ისინი ამ დროიდან მოყოლებული მიიჩნევდნენ, რომ ეს სტრატეგია მუშაობდა. ეხლა ფაქტია, რომ ეს სტრატეგია აღარ მუშაობს, ეს სტრატეგია აღარ არის მდგრადი, ამ სტრატეგიამ ირანი ვეღარ დაიცვა და ვეღარ დაიცავს მომავალში. ეს უკავშირდება მათ შორის იმას, რაც ვისაუბრეთ, ხო, რომ რეალურად ირანს, როგორც ასევე ჰეზბოლას და ჰასან ნასრალას გამოეპარა აი ეს გარდატეხის მომენტი, რომელიც იყო 2023 წლის 7 ოქტომბერი, რომლის შემდეგაც ისრაელი უკვე ბევრად უფრო მეტად მზად იყო ბევრად უფრო მეტი რისკის გაწევისთვის. ბევრად უფრო აგრესიული ისრაელი გამოვიდა ამ კონფლიქტიდან და ბევრად უფრო დეტერმინირებული, ხო, და ბევრად უფრო დეტერმინირებული, რომ ეს პრობლემები მოეგვარებინა. რომლის ჩავარდნად ითვლებოდა აი ეს თავდასხმა საშინელი. ანუ შინბეთის უფრო არის და მოსადისაც, მაგრამ ნუ სერიოზული ჩავარდნა იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ისეთი ოპერაციები გააკეთა, რომლის მსგავსი არ ახსოვს. ანუ მაგრამ მოსადი მაინც საგარეოა შინბეთია საშინაო. ორივე მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოსადმა შეასრულა ბრწყინვალე ოპერაციები, რომლის მსგავსი და მათ შორის ეს ჩავარდის ახსნა შესაძლოა ის იყო, რომ მთელი ამ 2006 წლიდან მოყოლებული ირანის საგარეო დაზვერვის და იმის რა ქვია სამხედრო დაზვერვის და ზოგადად არმიის მთავარი პრიორიტეტი იყო ირანი და ჰეზბოლა, ირანი და მომავალი საფრთხე. და ისინი პრაქტიკულად 10 წლეულის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ ომისთვის და ამის შედეგები ვნახეთ ჯერ ჰეზბოლასთან დაპირისპირების დროს. იმიტომ რომ დიდი ხნის მომზადებული ოპერაცია. იმიტომ რომ ეს მრავალწლიანი ოპერაციები იყო, ხო, მაღალი ალბათობით. და ამის შედეგი ვნახეთ 13 ივნისიდან 22 ივნისამდე. აქედან გამომდინარე, ისრაელისთვის ეს არის მართლა სერიოზული გამარჯვება, ეს არის მე ვიტყოდი, თქვათ ისეთი გამარჯვება, რომელსაც შეუძლია რომ თქვათ ახალი რეგიონული დინამიკა შექმნას და ეს
თქვათ შექმნას ახალი მოცემულობა, როგორც 79 წელს სადათის გადასვლამ შექმნა ახალი დინამიკა, რასაც მოყვა ეს პირველი ნორმალიზაციის პირველი ტალღა პრაქტიკულად არაბულ სამყაროსთან. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ეს მომენტი, მაგრამ ამის შანსი არსებობს. და ამას დაჭირდება სერიოზული დიპლომატია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ხო, რომელსაც აპირებს და სხვათა შორის ტრამპს თუ ვლაპარაკობთ ტრამპის წარმატებაზე, უნდა ვილაპარაკოთ ამ რეგიონში პირველი ადმინისტრაციის პირველი პრეზიდენტობის დროსაც, როცა აბრაამის ხელშეკრულება აბრაამის შეთანხმება შეუწყო ხელი და პრინციპში ეს იყო ამერიკის ასე ვთქვათ დიპლომატიის ნაყოფი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც გაჩერებულია, მაგრამ მისი დაძვის სურვილიც აქვს. დროს გაუძლებს. და ახლა რუსეთზე ახლა ვიცი რომ მაყურებელი ამას ელოდება და ეს ძალიან საინტერესოა რუსეთის ფაქტორი. ახლა ერთი უნდა ვთქვათ რომ მნიშვნელოვანი ამ ომის გაჩერება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უკრაინა ძალიან დაზარალდებოდა და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ჩვენი ახლა მთავარი ფოკუსი არის უკრაინა. მეორე ის რომ ბევრ ყველაფერთან ერთად აი რაც ახლა რაზეც აკამი საუბრა, სირიის რეჟიმის დამხობა ამ ყველაფერმა და რეგიონალური ძალთა ბალანსის უდიდესმა რყევამ ფაქტობრივად რუსეთი წარმოუდგენლად დაასუსტა თუ არ გამოაძევა რეგიონიდან და ირანის სახით მან დაკარგა ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს სამხედრო პარტნიორი უკრაინის წინააღმდეგ ომში. და ერთ-ერთი საყრდენი, ერთ-ერთი სერიოზული საყრდენი. აი როგორ ჩანს ეს შენი თვალსაჩინო? მე აი ამ ბოლო მომენტში მთლად ეგეთი ოპტიმისტური არ ვიქნებოდა, იმიტომ რომ ირანი რო გამოთიშოდა უკრაინის კონფლიქტს დაუშვათ 2 წლის წინ, გაცილებით უფრო კარგი იქნებოდა უკრაინისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. ანუ ირანისგან ტექნოლოგიები, ნახაზები და ამ შემდეგ რაც შეიძლება მიეღოთ შაჰედების მხრივ, ანუ უპილოტო საფრენ აპარატებს გულის ხო, რომელიც მე რუსულად არის გირანი 2 თუ არ ვცდები. ანუ ეს მიიღეს რა, ეხლა ელაბუგაში აგები, ანუ უშვებენ უფრო მეც ვიდრე ისფაჰანში რა, ანუ შესაბამისად ირანზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე უკვე ჩრდილო კორეა შეიძლება იყოს, მაგრამ აქ მეორე რამეა რა, აქ არის ის რომ რუსეთს ჰქონდა ძალიან გასაგებად დიდი ამბიციები ვიდრე შესაძლებლობები, ანუ ამბიციები ამათ აქვთ რომ არიან ზესახელმწიფო მსოფლიოში არის დღესდღეობით შეერთებული შტატები ზესახელმწიფოს ასე ვთქვათ შეძლობები აქვს, მაგრამ ვერ გახდება ევროკავშირი, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ბევრი ქვეყანაა და სამხედრო კომპონენტი არ აქვს, ან დაახლოებით აი ბრაზილია რო ავიღოთ, ბრაზილიას უძახიან მაგალითად სოფლის მეურნეობის ზესახელმწიფოს, იმიტომ რომ ყველაფერს აწარმოებს. დაახლოებით ეგრე ევროკავშირის. მეორე ეგეთი ქვეყანა, რომელიც ახლოს ამ სტატუსს მიუახლოვებს, არის ჩინეთი. ხო, რუსეთს ჰქონდა და აქვს ამბიცია რომ იყოს ზესახელმწიფო და ეს მისი სიტყვა ისმოდეს ყველგან, რავი, რაღაც კამჩატკიდან მოყოლებული და ჰავაიით დამთავრებული, მაგრამ ეგრე არ არის რა და ეს დავამატებ, არ გამოგჩეს. ზურა, რუსეთი ყოველთვის თამაშობდა ვითომ რაღაც მორგებული როლით, რომ აი მე ხომ მომრიგებელი ვიქნები ირანთან და ესე ჩაიხსნა. ყველაზე აი ტრამპმაც ეხა დაურეკა და უთხრა რომ მოგეხმარები ირანთან. 2 დღის წინაც თქვა, იქ ძალიან ბევრს გამოიპარა, რომ აი არა მარტო უხეში უარი იყო ტრამპის მხრიდან, დაცინვა იყო პრაქტიკულად, რომ ანუ ტრამპი ამბობს, რომ პუტინმა მე შემთავაზა დახმარება ირანის საკითხში და მე ვუთხარი, რომ ირანში შენ საჭირო აღარ ახარ, შენ მე რუსეთის საკითხში დამეხმარე. ანუ თავისი ადგილი მიუჩინა რა, რომ უთხრა, რომ აი მოდი რა შენი საქმე არის ეს. რა და ანუ გლობალური ამბიციები რომელიც ამ ქვეყანას აქვს და უსაფუძვლოდ აქვს რა, გამომდინარე იქიდან ხა ტერიტორია კი აქვს დიდი, მაგრამ სხვა არანაირი ერთადერთი 2022 წლის 24 თებერვლამდე ის მაინც ეგონა დანარჩენ სოფლიოს, რომ აი რაღაც სოფლიოში მეორე არმია და ნუ ბოლოს ახლა იმამდე დავიდა რომ უკრაინაში მეორე არმია და ასე შემდეგ რა, ანუ სამხედრო ძალასაც კი კონვენციურ სამხედრო ძალას რუსეთი როგორც ჩანს არ წარმოადგენს, ეკონომიკურს მით უმეტეს არასოდეს წარმოადგენდა თავიანთი კორუფციის გამომდინარე და ასე შემდეგ და ნუ ან რა ძალას წარმოადგენს. ხო, ნუ ერთი რაც შეეძლო, ეხა დაუშვათ ახლო აღმოსავლეთში და
ჩვენს რეგიონში წარმოჩენილი იყო როგორც რაღაც გოლიათი და აღმოჩნდა გოლიათი თიხის ფეხებზე რა, ანუ მეტი არაფერი. ისევ და ისევ სირია და ირანი. ირანი ოღონდ ირანი ალბათ ყველაზე დიდი დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ირანი ძალიან დიდია, ანუ ირანის გადაგდება, მოდი ესე ჟარგონზე რო ვთქვათ რა და ირანის ფეხებზე დაკიდება თუ ირანის ვერ დახმარება, გაცილებით ცუდი ჟესტია რა, ანუ ირანი დაეხმარა რუსეთს, როცა რუსეთს ყველაზე მეტად გაუჭირდა და დაჭირდა ირანი დაეხმარა და ნუ ამ დროს ახლა ამათ აქედან ვენუკი და კეთილის სურვილები გაუგზავნა, ანუ კობახიძე ჩავიდა მაინც დაიტირა და ეს დამტირებლადაც არავინ არ ჩავიდა და ეხლა აქედან გამომდინარე, ანუ ეგ როგორ არის ამას ყველა ითვალისწინებთ, აი ჩვეულებრივ დონეზე ავიღოთ რა, ანუ აი უბანზე რო აიღოთ. ძმაკაცი რო სადაც ჩხუბში არ გაყვება, იქ ძმაკაცობაში ჩაიჭრა, ესე რომ ვთქვათ რა და საერთაშორისო ურთიერთობებიც რაღაც ვარიანტში დიდად არ განსხვავდება. კი, გასაგებია რაციონალიზმი და ასე შემდეგ. ეს რაციონალურია, როდესაც სახელმწიფო ერთ სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს გადააგდებს შემდგომში სხვა რას ისწავლის ირანი ამისგან? ირანმა შეიძლება ვერაფერი ვერ ისწავლოს. თუ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურდა, მეყოლე კარგად რა, ანუ ვერაფერსაც ვერ ისწავლოს. ანუ მას ჩათვალე რომ ირანს ძალიან შეკვეცეს ფრთები და დაწყნარდება და ჩაიკეტება. არა, რუსეთთან მიმართ რუსეთთან ურთიერთობაში. რუსეთთან მიმართებაში სხვა შორის. ეგ რუსეთთან მიმართებაში მან ტვიტერზეც და ასე შემდეგ სოციქსელებში ირანელების ის აღშფოთება გავცელდა რა, ანუ დღეს გვაქვს ყველა საშუალება მან ფარსიზე დაწერმა გითაგმის იგივე ტვიტერი და ასე შემდეგ და ანუ ოფიციალური პოზიცია, ოფიციალ თანამდებობის პირების პოზიცია იყო, რომ ოღონდ ნუ პირდაპირ არ დაასახეს, მაგრამ თქვენს რომ ჩვენ აუცილებლად დავიმახსოვრებთ იმათ, ვისაც ჩვენ დავეხმარეთ, მაგრამ გაჭირვების დროს ჩვენ არ დაგვეხმარეთ. ნუ ახლა ვისზე უნდა ყოფილიყო ეს, ხო? ანუ ახლა ჩინეთის სხვა შორის არ ერევა რა, საკმაოდ შორს უჭირავს თავი ამ ყველაფრისაგან და ახლა გასაგებია რუსეთი გულისხმება რა, ანუ ირანი ისწავლის იმას, რომ რუსეთს არ უნდა დაეყო, მაგრამ აქ ირანი არ აქვს მნიშვნელოვანი. აქ ისაა, რომ ყველა ირგვლივ ვინც არის, ყველა ნელა მივა იქამდე, რომ რუსეთს ვერ დაეყმავი. რუსეთს არ აქვს ამის რესურსი და რუსეთი ყოველთვის გადაგაგდებს. რა როგორც ახლა ტოტლებენმა გადააგდო ერეკლე მეფე და ახლობით იგივე იქნება ყოველთვის რა. ეხლა გადავიდეთ ლოგიკურად ნატო სამიტზე. ეს იყო ყველაზე წარმატებული სამიტი და ყველაზე წარმატებული შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რაც კი აქამდე ყოფილა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. რუტემ ძალიან როგორ თქვა, კარგად ითამაშა იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი მისცა ტრამპს ვერბალურად, რაც მას ჭირდებოდა და მოიხსენია, რომ ის არის ნატოს მამიკო. ასე თქვა, რომ იმიტომ რომ მასზე ვართ ჩვენ დამოკიდებული და ეს ძალიან ესიამოვნა ტრამპს და რუტეს მოიხსენიებს როგორც მის ახლო მეგობრად. Mark Rutte, the NATO chief, who is your friend, he called you daddy earlier. Do you regard your NATO allies as kind of children? No, he likes me. I think he likes me. If he doesn't, I'll let you know. I'll come back and I'll hit him hard, okay? No? Do you he did it very affectionate. Daddy, you're my daddy. და ტრამპი იყო კეთილგანწყობილი ევროპელების მიმართ და ასევე ძალიან კეთილგანწყობილი იყო ზელენსკის მიმართ. ანუ რა ნახეთ ამ სამიტზე? აი, სანამ ისე ირანზე დაამთავრებში და ძალიან მოკლედ და მე გადმოვალ ნატოზე. ხო, ანუ როგორც თქვი, ანუ ირანში ეხლა რეალურად რაც არის შესაძლოა ფანჯარა, თქვათ, არის ის, რომ რეალურად ირანში ხვდებიან, რომ ამ სტრატეგიამ ვერ იმუშავა და საჭიროა გადაწყობა, საჭიროა რაღაც ახლის მოფიქრება იმისთვის, რომ თქვათ, აი ეს შეკავების მექანიზმი ისევ აღდგეს, ეს შესაძლოა უზრუნველყოფილი იყოს, თქვათ, ახალი ბირთვული შეთანხმებით, ან თქვათ სხვა რაიმეთი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალი კალკულაციის ნაწილი შესაძლოა იყოს ასევე იმაში დარწმუნება, რომ ბირთვული იარაღი უნდა შევქმნათ საბოლოოდ და მგონია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი შესაძლოა ერთ-ერთი ფაქტორი იყოს და ერთ-ერთი მიზანი აი ამ კალკულაციაში, მაგრამ ჩემი აზრით თავარი გამოწვევა რაც ირანს აქვს და ამ რეჟიმს არის მისი არაპოპულარობა. ჩვენ აღვწერეთ ირანის იზოლაცია რეგიონში, ხო? მაგრამ რეალურად ირანში ხვდებიან, რომ ისინი ვერ იქნებიან აი ამ სამხედრო დაპირისპირებაში თუ რეგიონულ სამხედრო დაპირისპირებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ვერ იქნებიან, ვერ აწარმოებენ ამ დაპირისპირებას იმ ფონზე, როცა ისინი იზოლაციაში არიან საკუთარ მოსახლეობასთან. მოსახლეობის წარმოდგენა, მოსახლეობის იდეოლოგია და მსოფლმხედველობა პრაქტიკულად ესეთ დრამატულ ასცენაში მოდის
რეჟიმის წარმოდგენასთან და რეჟიმის მსოფლმხედველობასთან. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ის რაც ახლა მოხდა, საშუალოვადიან, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ირანის მოსახლეობისთვის იქნება უკეთესი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ნახეთ, რომ რეალურად ამ რეჟიმმა ძალიან ბევრ რამეს გაუძლო, ხო? მათ შორის გრადობის გაცილებით უფრო დიდი რეზერვი გამოავლინა, ვიდრე 79 წელს და არავის არ უნდა კონდეს ისეთი დამოკიდებულება, რომ ისინი ძალიან სუსტები არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალონ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის შესაძლებელი, მაგრამ რეალურად ამ რეჟიმმა გაუძლო სადამ ჰუსეინის შემოჭრას 80-იან წლებში, ამ რეჟიმის შემოჭრამ გაუძლო სანქციებს, ეკონომიკურ იზოლაციას, რეგიონულ იზოლაციას და მაინც აქამდე შეიცვალა ყველა ჯერზე გადახალისდა ვთქვათ რაღაცა წესრიგი, მაგრამ დღეს ვითარება განსხვავებულია. თვალსაჩინო რომ მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობა ყავს ირანს, ამ ახალგაზრდა მოსახლეობის უმუშევრობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, ეს უკმაყოფილება აი ამ ვთქვათ რაღაცა მოძველებული ის ისლამური იდეოლოგია, რომელზეც ხომეინი ააგო მთელი ეს არქიტექტურა ამ უცნაური სისტემის. რეალურად მოძველებულია 2000-იან წლებში ამ რეჟიმს გაცილებით უფრო მეტი მხარდამჭერი ყავდა. დღეს ეს მხარდამჭერების რაოდენობა სოციალური ჯგუფების თვალსაზრისით გაცილებით უფრო მცირე არის. აქედან გამომდინარე, მათ მოუწევთ რაღაცა ხიდების აშენება საკუთარ მოსახლეობასთან და ამაზე მეტყველებს მათ შორის ეს ჰიჯაბის კანონის ის რომ ანუ როგორც რუსეთში არის რომ კანონების სიმკაცრე კომპენსირდება მისი აღსრულების არააუცილებლობით ხო ანუ არასიმკაცრით ხო კი გადავიდეთ ახლა ნატოზე და რუსეთში ნატოს და უკრაინას და ტრამპს მე მგონია რომ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო საღი აზრისთვის მაინც რაც მოხდა და ინსტიტუციური კულტურის სტრატეგიული კულტურისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ან მე პირველ რიგში ამას ამ წელს ვუყურებ რომ მაინც საბოლოო ჯამში გაირკვა რომ ნატო კარგი რამაა და არაა საჭირო ნატოდან გასვლა და არაა საჭირო ესეთი განცხადებების კეთება რომ არ დავიცავ იმ ქვეყნებს რომლებიც არ იხდიან საჭირო რაოდენობას და რუსეთს ვეთქვი რომ არის შენა deep state-მა გაიმარჯვა. ანუ ხო, ანუ ქართულად რო ვთქვა deep state-მა გაიმარჯვა და მე მივესალმები ამ გამარჯვებას. მაგრამ ისე თქვა მინდა რომ ანუ ის რომ 5%-ამდე შეთანხმდებოდნენ ევროპული ქვეყნები თუნდაც 2035 წელს 10 წლის შემდეგ თავისი ხარჯების მშპ-ს 5%-ამდე გაზდას ჩემთვის მაგალითად არ იყო ეგეთი კაფეო რომ ეს აუცილებლად ესე იქნებოდა მაგრამ ვენსის გამოსვლა მიუნხენში ტრამპის სამხისმა პოზიციონირებამ მოახერხა ის რაც ვერ მოხერხდა ობამას და ბაიდენის და თუნდაც ბუშის დროს თქვათ რაღაც შედარებით დახვეწილი ფორმებით კომუნიცირებისას ამ საკითხებს. ანუ ტრამპმა აქაც გაიმარჯვა და ეს არის ძალიან კარგი გამარჯვება. მე მგონია რომ ტრამპის გამარჯვებასთან ერთად ზოგადად საღიაზრის გამარჯვება არის, ხო ანუ და ასევე ტრამპის ჯოლობაში გამოჩენილი აი ეს ელემენტები რომ პუტინს შესაძლოა ამბიციები ქონდეს უკრაინის მიღმაც, რომ ჩვენ აქ ვართ, ამ ხალხს უყვარს საკუთარი ქვეყანა და ეს აღარ არის ძარცვა და ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს თავიანთი, ამ ლიდერებს თავიანთი ქვეყნების დაცვაში. ეს ცალსახად დადებითი დინამიკაა. ამ თვალსაზრისით გარდა იმისა რომ ეხლა ყველა ევროპულმა ქვეყანამ გაიაზრა რომ ისინი არიან ომის რეალური საფრთხის წინაშე მაგრამ 2022 წლის შემდეგაც ჩვენ ხედავდით გაჭიანურებას ამ პროცესში. მოკლედ ტრამპის ზეწოლამ და ამ საფრთხემ ერთად იმუშავა. 2023 წელს როდესაც ევროკავშირი დაპირდა მილიონ ჭურს საარტილერიოს უკრაინულს, იქიდან მარტო დაახლოებით 45 თუ 65% მიეწოდა. ანუ მაინც ჩამოვარდებოდა. ეს ტემპი რო იზრდება, ეს არის ძალიან კარგი ევროპისთვის, ეს არის ძალიან კარგი უკრაინისთვის, ეს არის ძალიან კარგი შეერთებული შტატებისთვის. ცოტა ანომალიური სიტუაცია იყო ცივი ომის დასრულების შემდეგ, ხო? როდესაც ევროკავშირი არის რაღაც გლობალური მოსახლეობის 7% და სოციალური დანახარჯების ნახევარი მოდის ევროპაზე. ანუ ეს სერიოზული დისბალანსია და ცხადია, რომ ამ ერაში, როდესაც ეს ომები დაბრუნდა და რაღაცა ეს ისტორიის დაბრუნებაზე საუბრობს ხალხი, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და კარგია, რომ ეს დაჩქარდა. მეორე თვალსაზრისით ახლა ნახეთ, რომ უკრაინის მიმართაც რაღაც ტონი შეიცვალა, მაგრამ ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით მაინც მოხდა თქვათ რაღაცნაირი ჩაჩოჩება უკრაინის მეორე პლანზე და ამ საკითხის მოწესრიგება იმგვარად, რომ ეს არ ყოფილიყო წინააღმდეგობრივი საკითხი, თქვათ წევრობის, უკრაინის წევრობის და ალბათ საქართველოს წევრობისაც ჩვენი მთავრობამ იმთავითვე ტრამპამდე მოახერხა ამ ძალისხმევის შეჩერება და პრაქტიკულად სრულად დამოხრუჭება, მაგრამ
და გასაგებია რომ ისაც გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან იყო დაკავე არ მინდა ესე გამოვიდეს რომ თითქოს მარტო ქართული ოცნების გამო ბევრწევრიანდებით ნატოში ცხადია რომ იქ ბევრად უფრო ესეთი სერიოზული მასშტაბური ფაქტორები მუშაობს ჩვენ წინააღმდეგ ეს მოხდა მაგრამ მეორე თვალსაზრისით მაინც დადებითი სიგნალები იყო ტრამპის მხრიდან იმ თვალსაზრისით რომ ის ამბობს უკვე ღიად რომ უკრაინას უნდა ომის დასრულება და უნდა ნახოთ უნდა თუ არა პუტინის ზელენსკი არის კარგი ბიჭი, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია და კარგად იბრძვის. რესურსების შეთანხმებაც ახსენა და თქვა, რომ ამ ომმა გვაჩვენა, რომ საჭიროა ჩვენი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის და რაღაცა იშვიათი მინერალების, რომელიც სამხედრო სამრეწველო კომპლექსისთვის აუცილებელია, ამის განახლება, გაზდა და უფრო ეფექტური უნდა იყოს ეს ყველაფერი. ესეც ახსენა, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას გადაწყვეტილება აქვს მიღებული იმასთან დაკავშირებით. რა ბედი მოუვა უკრაინის სამხედრო დახმარებას და აქ რეალურად საკვანძო კითხვა სწორედ ეს არის რა იქნება ტრამპის პოზიცია მას შემდეგ რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული შეიარაღების პაკეტები ამოიწურება და ეს უნდა მოხდეს მომდევნო თვეებში. სხვათა შორის, აი ძალიან საგულისხმო იყო კითხვა უკრაინელი ჟურნალისტის რომ და პასუხი ამ კითხვაზე BBC News Ukrainian Where are you from? I'm from Ukraine. Oh. So my question to you is whether or not the US is ready to sell anti-air missile systems Patriot to Ukraine. We know that Russia has been pounding Ukraine really heavily right now. Are you living yourself now in Ukraine? My husband is there. Wow. And I can see you very, it's amazing. And me with the kids, I'm in Warsaw actually because he wanted me to be. Is your husband a soldier? No? He is. He's there now? Yeah. Wow. That's rough stuff, right? That's tough. And you're living here? In Warsaw. And you're a reporter? I am. Good. So let me just tell you, they do want to have the missiles, okay, as they call them, the Patriots. And we're going to see if we can make some available, They're very hard to get. We need them too. We were supplying them to Israel. And they're very effective, 100% effective. Hard to believe how effective. And they do want that more than any other thing, as you probably know. That's a very good question. And I wish you a lot of luck. I mean, I can see it's very upsetting to you. So say hello to your husband, okay? Thank you. აი აქ თან ემპათია ჩვენა დიდი რომელიც აქამდე არ გამოუხსენია ადამიანური ემპათია ჩვენა უჩვეულო მისთვის მაგრამ მეორეს მხრივ არ მისცა ზუსტი პასუხი. კი, ზუსტი პასუხი არ მისცა, თქვა რომ საჭიროა ისრაელს საჭირდება, ჩვენ გვჭირდება, რომ დეფიციტია და მართალია, დეფიციტია, მისი წარმოება მე მგონი ხდება რაღაც კომპონენტების იაპონიაში და ამერიკაში მხოლოდ რამდენადაც ვიცი, უშუალოდ ამ საზენიტო გადამჭერების. აქედან გამომდინარე, რთული სათქმელია, ჩემთვის ყველაზე ესეთი რთული საკვანძო პასუხგაუცემელი კითხვა რაც რჩება არის რეალურად ეს რა მოხდება მას შემდეგ რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული პაკეტები ამოიწურება მიაღწევენ თუ არა რამენაერ თანხმობას ანუ ყველაზე თქვათ ესეთი მარტივი წარმოსადგენი არის რომ რა თქმა უნდა ევროპელებს მოუწევთ ხარჯების გაზრდა თავიანთი წილის გაზრდა ანუ ისე როგორც იყო 2022-23 წლებში ესე ვეღარ იქნება და ევროპა უფრო მეტი ტვირთი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უკრაინის დახმარების საკითხზე. სხვა შორის, აი ამ 5%-მდე ზრდის კომპონენტში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩაითვლება მათ შორის უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღებაც ამ ნაწილში, რაც ასევე კარგი არის და რაც ასევე მიუხედავად მთელი ამ სირთულეების აწევრობის საკითხთან და ამ საკითხის ტოქსიკურობის მიუხედავად, მაინც იყო ჩანაწერი საბოლოო კომუნიკეში, რომ უკრაინას მხარს უჭერთ და გავაგრძელებთ და ეს მხარდაჭერა იქნება უცვლელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქედან გამომდინარე, საკითხი სწორედ არის აი ეს როგორ რა იქნება ის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც და იქნება თუ არა ტრამპი მზად, რომ რაღაცა ახალი, როგორ თქვა, ახალი ხერხი გამოინახოს უკრაინის შეიარაღების გასაგრძელებლად, იმიტომ რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპა მაინც ვერ შეძლებს იგივე ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზენიტო რაკეტების, შორეული артиლერიის და საარტილერიო რაკეტების მიწოდებას. კი, ომი დიდწილად და დანაკარგები რუსების 70-60% უკავშირდება უკრაინულ დრონებს, რომელსაც უკრაინაშივე აწყობს, მაგრამ
ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების ამოწურვამ, საარტილერიო რაკეტების და საარტილერიო ჭურვების ამოწურვამ შეძლო მაინც ძალიან უარყოფითი გავლენა იქონიოს უკრაინის თავდაცვის უნარიანობაზე და ამ თვალსაზრისით ნატოს სამიტი, სააგაში გამართული სამიტი მაინც შემთხვევით უფრო იმედის მომცემი იყო, ვიდრე პირიქით პესიმისტური განწყობების გამაღვივება. კი, ეს აქ ასევე არსებობს ერთი მყარი არგუმენტი ის, რომ ამერიკული სამხედრო მრეწველობის მაღალ სიჩქარეზე შენარჩუნება ტრამპისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ქარხნების ამუშავებაზე მიდგა საქმე, ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ფართო მასშტაბიანი მუშაობა ქარხნების, რომელიც აწარმოებს სამხედრო თან ტრამპის პირდაპირ ბაზის, ხო ეს blue collar workers რასაც ეძახიან. ეს პირდაპირ მიბმულია მის შიდა ინტერესებთან და მეორე, ეხლა ამას ყველა ამბობს და თუ დინამიკაში დავაკვირდებით, როგორ იქცევა ტრამპი მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ, ჩვენ შევამჩნევთ, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის პირადი ურთიერთობები და ექცევა გავლენის ქვეშ. აი, ბოლო ადამიანი, ვინც დაელაპარაკება, იმის აზრზე გადადის, თუ მან სწორი კომუნიკაციის ფორმა მონახა. რუტემ ძალიან სწორი, ან ნატოს გენერალურმა მდივანმა ძალიან სწორი ფორმა მონახა მასთან ურთიერთობის. კი, ან პირველი ვადიდან მოყოლებული ტრამპსა და რუტეს შორის კაი ურთიერთობები იყო და შემდეგ მახსოვს რომ ნატოს გენერალურ მდივანად მისი არჩევის ერთ-ერთი არგუმენტი, ერთ-ერთი თქვათ რაღაცა ფაქტორი, რასაც თვალისწინებდნენ, იყო ის, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა დონალდ ტრამპთან და რეალურად იმის შესაძლებლობა მაშინ ტრამპი ჯერ კიდე არ იყო არჩეული, მაგრამ ნუ ჩანდა, რომ თქვათ რაღაც ცვლილებები იქნებოდა. და რუტეს არჩევა სწორედ ამიტომ ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო და გარდა ამისა ადრე მახსოვს რომ ტვიტერზე წერდა ერთ-ერთი ეკონომისტის ჟურნალისტი ჰქონდა პატარა thread-ი გაკეთებული იმაზე როგორც ცდილობდა რუტე ტრამპის ხასიათის შესწავლას, როგორ ატარებდა რაღაცა 2-3 კვირას ყოველ წელიწადში მე მგონი შუბულებას ტრამპის ერთ-ერთ მეგობართან, რომელზეც ესაუბრებოდა თქვა როგორი ადამიანია, რამდენი მდგომარეობა აქვს და რომ ტრამპი ამ ტიპის ლიდერია, რომ მასთან პიროვნული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს გზა როგორც ამ გზას როგორც ჩანს წარმატებით იკვალავს ზელენსკიც, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო პოზიტიურია დინამიკა მის სასარგებლოდ იცვლება ჯერჯერობით. მასთან ურთიერთობის შემდეგ ტრამპის განცხადებები. Guys, ზურა, მოდი შევაჯამოთ ის კვირა, რა მოხდა. მე მგონი, ჩემი აზრით, ყველაფერი პოზიტიური მოხდა ამ კვირაში. კი, მე კი ვეთანხმები მას, რომ ყველაფერი პოზიტიური მოხდა, მაგრამ ეხლა უნდა გამოხვიდე იქიდან, ან არა მარტო აქ, ყველა ცდილობს გამოიცნოს რა უნდა ტრამპს, რა. ხო და ტრამპს უნდა ნობელის პრემია. არა მარტო ნობელის პრემია, უყურებ საქმეში. ანუ პირობითად რა ამოვიდეთ რა, ანუ ადამიანის ძირითადად საბაზო მოთხოვნებები. ხო ადამიანი რაღაცებს მიაღწია, ხო რაღაც ოჯახი შექმნა, მეორე შექმნა, ასე შემდეგ მილიარდერია, ხო. ანუ პრინციპში ამერიკის პრეზიდენტი რო გახდე, აუცილებლად უნდა გქონდეს პატივმოყვარეობა. ყველა ვარიანტში, აი პოლიტიკის ჟინი რო აი რაღაც ხვანაირი, აი რაშმორის მთაზე უნდა იყო, ამოქარგული, ამოკვეთილი, ამოტვიფრული რა მნიშვნელობა აქვს, რაღაცა უნდა იყო. ეხლა უკვე მე იმაზე უნდა გახვიდე, როგორ უნდა ამ ადამიანს ისტორიაში შესვლა, ხო, რატომ უნდა ეს ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად შესვლა. ბუნებრივია, რომ ენდომება პოზიტიური კუთხით შევიდეს, რა ეხლა რა გზით და როგორ მიაღწევს ან ნობელის პრემიით, ნობელის პრემიასთან რაღაც რომელიმე ომის მოგებით, დასრულებით, დაწყებით თუ ასე შემდეგ რა. აი ძალიან ძნელია აი ამის გამოცნობა რა და ეხლა ამას აი შესავალს ასუკეთებ რა. ორი კვირის მერე რომ გამოვიდეს და რაღაც ცუდ თქვა ზელენსკიზე თუ გამორიცხო. აი უნდა მოსულიყო იყო თუ გამორიცხო. ანუ ვერ გამორიცხო. ანუ შესაბამისად ჩვენ უნდა დავჯერდეთ იმას რაც გვაქვს. უნდა ვთქვათ რომ ეს რაც აქამდე მოხდა ძალიან კარგია. ხო ზელენსკის ჟესტიც ზელენსკი ძალიან კარგად მიუყვება ამ თემას. მოდი ესე ვთქვათ რომ პირველად გაიხადა ეს სამხედრო ფორმა და კოსტუმ შარვალი მეტნაკლებად ჩაიცვა, ჰალსტუხი აკლდა და ნუ ტრამპთან მიმართებაში რუტეს რაც აქვს არჩეული, რომ ქათინაურები და კი თქვენ მართალი ბრძანდებით აბარა და ასე შემდეგ და თან საქმე. ხო, ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რა იქნება ორი კვირის მერე? ამას ვერ იტყვი. ერთადერთი და ყველაზე დიდი იმედი მე ისიც მაქვს არის რუსეთის დეგენერატიზმი. ამას მე სხვას ვერ უწოდებ, რომ როდესაც ანუ რუსეთს ისევ და ისევ ამბიცია აქვს ძალიან დიდი და შესაძლებლობები ნაკლები. რუსეთის ადგილას ტრამპის შეთავაზებას შვიდობის შესახებ
მაშინ ავიღებდი, როდესაც დიმიტრიევი ჯერ კიდე კარგად იყო რა. ამათ შიგნითვე მოახერხეს დიმიტრიევი. ანუ დიმიტრიევი არის რუსეთის სუვერენული კეთილდღეობის ფონდის დირექტორი, პუტინის შვილის დაქალის ქმარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა რუსეთში, ეს არ გეგონოთ. და ძალიან კარგი მცოდნე, არა მარტო ინგლისურის, არამედ ამერიკის. ოღონდ აი რუსების ინგლისური არ გაიშვას, ბოლოს მაინც არის ტუტი ტუტუ. არა, მაგაზე არ ვლაპარაკობ, ამერიკის დამთავრებულია, კი ბატონო. ფსიქოლოგიას ამერიკელების კარგად იცის. და ანუ ვითომ მიანდეს რაღაც ეტაპზე ამას მოლაპარაკებების წარმოება ამერიკასთან, როდესაც ტრამპს ჯერ კიდევ ჰქონდა ის ამბიცია, რომ აი ერთ დღეში დაასრულებდა პირობითად. იქვე, ანუ რაც გავრცელდა ინფორმაციები, საუდის არაბეთშივე მოლაპარაკებების მაგიდასთან ლავროვი და იური უშაკოვი იყო. უშაკოვმა და ლავროვმა სკამის გამოყოფაზე ვარი თქვეს, რომ აი სკამი რო დაუდგეს დმიტრიევს, რუსეთისვე წარმოადგენს, რომ დაუდგეს სკამი, ამ ორმა თქვა, რომ არა, ამ სკამი არ ჭირდება მოშორებით დაждდეს. ანუ იქვე ჩაჩეხეს ეს ტიპი, ამიტომ ახლა რუსეთშიც კი არავითარი ერთნაირი პოზიცია, იქაც რაღაც რამდენიმე გავლენის ჯგუფი იბრძვის ძალოფლების, მაგრამ დმიტრიევის პოზიცია როგორც ჩანს, მაინც იყო, რომ შეთანხმება მოხდარიყო მაშინვე ფრონტის ხაზი გაყინულიყო იქ, სადაც იყო ამავდროულად და ამ დროს პუტინიდან მოდის, რომ აი რუსი ჯარისკაცის ფეხი სადაც დაიდგა, მორჩა გათავდა რა და ეხლა რუსი ჯარისკაცის ფეხი პირობითად რო ავიღოთ, რუსი ჯარისკაცის ფეხი ჰავაიზეც კი იდგა, მაგრამ ეგრე ბრიტანელი ჯარისკაცის ფეხიც იდგა და ფრანგი ჯარისკაცის ფეხიც იდგა იმაში მოსკოვში რა, ესე თუ წავედით, ყველა ჯარისკაცის ფეხი სადღაც იდგა რა, ზოგი ფეხიც არ დარჩა კიდევაც იქ სადაც იდგა. ხო და ეხლა აქედან გამომდინარე, ანუ პუტინმა ეს არ მიიღო თავის დროზე და მათ დეგენერატივს ასვიძახი, რომ ამბიციები გაცილებით მეტი აქვთ რა, ანუ ტიპებს უნდათ რომ დნეპრზე გავიდნენ, დნეპრზე კი არა დნესტრზე უნდათ გასვლა და ამის რესურსი არა აქვთ და რაც უფრო ეს გაიწელება, შეიძლება ტრამპის მხრიდან განცხადებული პუტინის მიმართ გაცილებით უფრო ნაკლებად დაშაქრული იყოს და აი მანდარი რა, იმ მომენტამდე უნდა მივიდეთ და ამას აშკარად ვინც კარგად აკეთებს, ზელენსკიც, რუტეც, მაკრონიც, მერციც, სტარმერიც სხვათა შორის. ამ ძირითადი ქვეყნები ამას საკმაოდ კარგად აკეთებენ და რაღაც ეს ხილი ოპტიმიზმი კი ბატონო, მოგეთ კვირა კარგი იყო. ეს კვირა კარგი იყო. ეს შეგვიძლია ვთქვათ გადაჭრით. კი. კი ბატონო, ხო რამეს ხო სიღრმისეულად შეაჯამა ზურა ფარჯიანი აკაზარქვა იყვნენ ჩვენთან ერთად. ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოხმაურებები ამ თემებზე. გარდა ამისა, თქვენი აზრი, რისი გაშუქება გინდათ ჩვენს გადაცემაში, ასევე იმედია მოგეწონებათ შემდგომი გადაცემის თემაც, რა ხდება სომხეთში, უკიდურესად მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ძალიან რელევანტური ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონალურ კონტექსტში, არამედ პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში და ჩვენთვის კარგი მაგალითები შეიძლება დაიდოს და უკვე დაიდო ამ დღეებში თუ როგორ უნდა მოქმედებდეს ნამდვილი ლიდერი. ასე რომ ჩვენ მომდევნო გადაცემაში შევეხებით ამ თემას და კარგად გავაანალიზებთ შეძლების და გვარად. საინტერესო კიდევ შეიძლება ბევრი რამ საინტერესო მოხდეს სომხეთში. მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოგვიწერეთ და გვალაიქეთ, აი ეს პატარა ზარს დააჭირეთ ხელი, რომ ჩვენი გადაცემები არ გამოგრჩეთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ველოდებით თქვენს გამოხმაურებებს კომენტარებში.